მოგესალმებით FM 105.9-ზე, გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და დღეს ვისაუბრებთ ისეთ გემრიელ პროდუქტზე, როგორც არის შოკოლადი და მეთანხმებით, რომ არის საყოველთაო უყვარს ყველას. არსებობს უამრავი და დღეს სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას სახეობებზე, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის შოკოლადები, რომელია საუკეთესო და ასევე არჩევის წესებსაც შევეხებით, მაგალითად მაღაზიის პირობებში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე სახლის პირობებში თუ არის შესაძლებელი ხარისხიანი შოკოლადის ამოცნობა, ამ რეკომენდაციებსაც რა თქმა უნდა მოვისმენთ. შესაბამისად, სტუმარიც ამ საქმის მცოდნე, ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი ანა სუთიაშვილი. მოგესალმებით ანა, მადლობა სტუმრობისთვის. სანამ გადმოვალ კითხვებით, მანამდე მოკლე ინფორმაციას მოვყვები ზოგადად შოკოლადი რა პროდუქტი, საიდან აქვს დასაბამი, მისი ძირითადი კომპონენტები, რა თქმა უნდა, ყველა მიცემს არის კაკაო. კაკაო არის მცენარე, ხე არის ესეთი, უხსოვარი დროიდან არსებობს და მე-16 საუკუნეში ევროპაში შემოიტანა ქრისტეფორე კოლუმბმა. მანამდე მისი სამშობლო არის ცენტრალური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა და პირველად მასში, როგორც მატონიზირებელ სასმელს იყენებდნენ მანამდეც, მაგრამ პირველად მასში შაქარი დაამატეს ესპანელებმა და აი ესე მივიღეთ გემრიელი დესერტი, რომელიც ასევე არის საკმაოდ სასარგებლო. სარგებლოზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ გავამახვილებ ყურადღებას და ერთ დროს იყო ძალიან ძვირფასი პროდუქტი, მხოლოდ დიდრებისთვის ხელმისაწვდომია. დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაღაზიაშიც იყიდება, მრავალფეროვანი არჩევანი და ზუსტად ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი არის საუკეთესო როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე გემოვნური თვისებებითაც რომელი გამოირჩევა. პირველ რიგში რამდენი ტიპის შოკოლადი არსებობს, რამდენი სახეობა გვხვდება, ეს ალბათ ძალიან საინტერესოა. სამი სახეობა გვაქვს ჩვენ შოკოლადის, ეს არის შავი, ძიანი და თეთრი შოკოლადი. და რა სხვაობებია, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? შავი შოკოლადი, ანუ შემადგენლობა ძირითადად ეს არის განსხვავება. შავი შოკოლადის შემადგენლობა არის კაკაოს ფხვნილი და კაკაოს ცხიმი, მხოლოდ და მხოლოდ. მერე უკვე მოდის რძიანი შოკოლადი, რომლის შემადგენლობაში არის როგორც კაკაოს ფხვნილი, ასევე კაკაოს ცხიმი, რძის ფხვნილი უკვე და შაქარი. და თეთრ შოკოლადში ჩვენ არ გვაქვს კაკაოს ფხვნილი, საერთოდ. თეთრ შოკოლადში არის მხოლოდ შემადგენლობა არის მხოლოდ კაკაოს ცხიმი, ისევ რძის ფხვნილი და შაქარი. ყველას აქვს ეს შეკითხვა, როგორ არის შოკოლადი თეთრი, თუ კი მას არ აქვს კაკაო. და აქვს კაკაოს პროდუქტი, ანუ კაკაოს ცხიმი, რომელიც არ არის ყავისფერი ფერის და ამიტომ არ აქვს შეფერილობა. თუმცა თუ კაკაოს ცხიმი არ ფიგურირებს მასში, ეს შოკოლადი უკვე აღარ ქვია, ხო, ასეთ პროდუქტს? არა. მინიმუმ 33%, ანუ თვითონ შეფუთვაზეც კი უნდა ეწეროს. რძიანი შემთხვევაშიც და თეთრი შემთხვევაშიც, რომ 33%-ზე ზემოთ უნდა ქონდეს ამას კაკაოს პროდუქტის შემადგენლობა და კაკაოს ცხიმის, რომ ის ითვლებოდეს შოკოლადად. თორე სხვა შემთხვევაში არა. კი ბატონო, შავ შოკოლადსაც სჭირდება შაქარი, არ დაგვისახელებია მხოლოდ, ხო, მაგრამ ნაკლები პროცენტი, კი. მაგრამ თვითონ აი ამ შოკოლადებს შორისაც არის სხვაობა. მაგალითად, შავ შოკოლადს როდესაც ვყიდულობ, ზოგს აწერია 68%, 70, 80, 90-იც კი და აი ეს რას ნიშნავს? როგორ არის გადანაწილებული? კაკაოს თლიანი კაკაოს წილია, ხო? ალბათ ამაში ითვლება სრესილი კაკაოც და ასე შემდეგ. დიახ. და ასევე შაქარი უკვე თქვენ თუ გაქვთ გასინჯული, ის 75%-იანი უფრო მწარეა, ვიდრე დაუშვათ 64%-იანი, იმიტომ რომ იმაში უკვე ნაკლებია შაქარი და უფრო მეტია კაკაოს წილი. კაკაო არის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტი და ალბათ ამ თვალსაზრისით შავი შოკოლადი უფრო მეტად სასარგებლოა ვიდრე სხვა ვიდრე რძიანი მაგალითად და ვიდრე თეთრი, გამომდინარე იქიდან რომ კაკაოს წილი არის მასში უფრო მეტი და ასევე შაქრის რაოდენობაც არის ნაკლები. კი ბატონო, ჩვენ გვქონდა საიმედო რეკომენდაციისთვის სატელევიზიო რუბრიკისთვის ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორთან. ტომას ლუშერი არის ესეთი პროფესორი, რომელმაც გითხრა, რომ კაკაო და განსაკუთრებით მისგან დამზადებული კარგი ხარისხიანი შოკოლადი შეიცავს პოლიფენოლებს, სახელად ეპიკატაქინებს,
ესე ქვია, ცოტა რთულად გამოითქმის, რომელიც არეგულირებს ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად სისხლში არტერიულ წნევას, სისხლძარღვებისთვის არის ძალიან კარგი და ასე შემდეგ, მაგრამ ამისთვის საჭირო რომ ჩვენ ხარისხიანი შოკოლადი შევიძინოთ, ალბათ ყველა შოკოლადს ეს არ ეხება და თუ არის შესაძლებელი, ზოგადად რითი განსხვავდება ხარისხიანი უხარისხოსგან? სანამ გადავალთ არჩევის წესებზე, რა შეიძლება იყოს უხარისხო შოკოლადში და რა უნდა იყოს ხარისხიან შოკოლადში? აღნიშნავ აქვე, რომ შოკოლადი, მხოლოდ ხარისხიან შოკოლადს შეიძლება კონდეს სახელი შოკოლადი. უხარისხოს უკვე ვერ ექნება, იმიტომ რომ არის რამოდენიმე დაუშვათ ფაქტორი, რაც თუ არ არის გათვალისწინებული შემადგენლობაში, ის უკვე შოკოლადი არ არის და ჩვენთანაც უკვე საქართველოში მოთხოვნაა, რომ აუცილებლად ეწეროს არა შოკოლადი, არამედ შოკოლადის შემცვლელი. დიახ, ანუ ეს ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ თუ პროდუქტს აწერია შოკოლადი, ის რაღაცა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს წინააღმდეგ შემთხვევაში და აი რა, თუ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რა შეიძლება, რისგან შეიძლება რომ სცადდებოდეს, რა შეიძლება მასში იყოს? დავიწყოთ იმით, რომ თუ აკმაყოფილებს, რა უნდა იყოს და მე მივხვდებით, ანუ თუ არ აკმაყოფილებს, რა დარღვევა ამ შემთხვევაში. თუ აკმაყოფილებს, ანუ ჩვენ ეტიკეტსაც რო დავაკვირდეთ თვითონ შემადგენლობაში, რაც წერია, კაკაოს ცხიმის შემცვლელი ცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს. ეს არის სცენარეული ცხიმები, ალბათ პალმის ცხიმი. პალმის ცხიმი და ასე შემდეგ, რაფსის ცხიმიც არსებობს. ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. მე არის უკვე ცოტა კიდევ უფრო ცუდი ცხიმები. და 5%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. 5% დასაშვებია. დასაშვებია. ასევე აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ კაკაოს ამ ცხიმების და კაკაოს ცხიმის რაოდენობა არის ამ პროდუქტში 33%-ზე ზემოთ, როგორც ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ. სახლის პირობებში 77% შეიძლება იყოს რძე, შაქარი, ალბათ რძიანი შოკოლადის შემთხვევაში, შავი შოკოლადის შემთხვევაში ალბათ უფრო სხვა არის, ხო, უფრო მეტი უნდა იყოს კაკაოს წილი, იმიტომ რომ თუ 20, მაგრამ მაგას უკვე კი, რაც უფრო მეტია, იქიდან გამომდინარე, აი რამდენი პროცენტიანიდან ითვლება შავი შოკოლადი? ის 33-დან. და დანარჩენი შეიძლება იყოს შაქარი და კიდევ რა შეიძლება იყოს? თუ შავი შოკოლადია. შავ შოკოლადში შაქრის გარდა არაფერი არ იქნება, არც რძისფხვნილი, ძალიან ტკბილი გამოვა მაშინ. თუ რძისფხვნილი ოდნავ მაინც არის დამატებული, ის უკვე რძიანი შოკოლადია. საერთოდ არ მიფიგურირებს. არა, შავ შოკოლადში არის მხოლოდ კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი და ნუ შაქარი უკვე და იმიტომ იკლებს მერე პროცენტულობა, იმიტომ რომ შაქარია მეტი იმაში. თუმცა ჩვენთან ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, რომ ბევრია ესეთი შემთხვევა, რომ შემოდიან მით უმეტეს მარხვის დროს და გვეუბნებიან, რომ სამარხო შოკოლადი თუ გაქვთ. დიახ. სამარხო შოკოლადი არ არსებობს როგორც ასეთი. ნამდვილი შავი შოკოლადი არის სამარხო შოკოლადი. ჩვეულებრივი, რომელშიც ისედაც ნებისმიერი შავი, ოღონდ ნამდვილი, სადაც აი ამ სტანდარტებს თუ მიუყვებით და არის ნამდვილი შავი შოკოლადი, ის სამარხოა. და აღარ ჭირდება ზედმეტი კითხვები. საინტერესოა, რატომ გამოირჩევა ესეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბელგიური შოკოლადი ყველაზე ძვირფასია. საიდან მოდის ეს აზრი, რატომ გაჩნდა? თუ მართლა ასეა, მითია თუ რა განსხვავება მაგალითად ბელგიურსა და არაბელგიურ შოკოლადებს შორის? არაბელგიურ შოკოლადებშიც არის ხარისხიანი, როგორ არა, დავუშვათ შვეიცარიული, მაგრამ უფრო, ანუ ბელგიაში არის ძალიან ბევრი კომპანია მწარმოებელი ამ შოკოლადის, ხო და ძირითადად ჩვენ რო დავაკვირდეთ ეტიკეტს, არასდროს არ არის ყოველთვის იცავენ ამ სტანდარტს. ანუ არის ყოველთვის ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია იმისთვის, რომ შოკოლადს ერქვას შოკოლადი. ანუ იცავენ წესებს, იცავენ კანონს და ძალიან ბევრი კომპანია იცავს ძირითადად ბელგიაში, იმიტომ ითვლება, რომ ბელგია არის შოკოლადის ქვეყანა. თითქმის ყველა მწარმოებელი ქარხანა იცავს ამ სტანდარტს და ეხლა ჩვენთანაც არის ხო მაღაზიებში ეს ბელგიური შოკოლადები და ჩვენ რო დავაკვირდეთ ეტიკეტს, იმიტომაც არის ძვირი ის. დავაკვირდეთ ეტიკეტს და შემადგენლობას, ყოველთვის არის დაცული ეს სტანდარტები.
საინტერესოა. პალმიზეცაც ვერ ნახავთ, ანუ ყოველთვის იცავენ აი მაქსიმალურად ამ სტანდარტს და პალმის ცხიმის აი პატარა ისიც არ არის პროცენტულობა. საინტერესოა ეტიკეტის თვალსაზრისით თუ შეუძლება მხმარებელს ამოიცნოს ხარისხიანი შოკოლადი, იმიტომ რომ ფასი ცოტა რთულია. ხან არის ზოგიერთი უფრო ძვირი ღირს, ზოგიერთი უფრო ნაკლები გასაგებია რომ ძალიან იაფი ვერ იღირება ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ აი სტანდარტული რაღაც საშუალო არ ღირს იაფი სხვა შოკოლადი, თუნდაც მაღაზიის პირობებში საკმაოდ გაძვირდა და თუ შეუძლება მხმარებელს შევიდეს და დახზე ეტიკეტზე აი კონკრეტული ინფორმაცია გაითვალისწინოს და შედარებით ხარისხიანი შეიძინოს. ოკეი, როგორც აღნიშნეთ, რომ დაუშვათ ეს კაკაოს ცხიმების ხო შემცვლელი ცხიმების რაოდენობა არ უნდა კაკაოს ცხიმის შემცვლელი ცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს, ეს აუცილებლად წერია. ასევე არის თვითონ, ფასი შეიძლება ფასი ძვირი იყოს, მაგრამ არ იყოს ხარისხიანი. ჩვენთან სხვათა შორის არის ბევრი წარმოებელი კომპანიაც და შემომტანი კომპანიებიც, რომლებიც ძირითადად ცდილობენ, რომ დაიცვან ეს ნორმა, რომელიც არის მიღებული. ასევე ჩვენთანაც სხვათა შორის საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის ეს დადგენილი ნორმა და მოთხოვნაც, რომ აუცილებლად ეწეროს ზუსტად შემადგენლობაში ის რაც არის, ანუ თუ ისევ ამ 33%-ს 33%-ზე გავაკეთებ აქცენტს, ისევე ამ 5%-ზე ხო კაკაოს ცხიმების შემთხვევაში, თუ არ არის ეს სტანდარტი დაცული, ვერ დაწერს კომპანია, რომ ეს არის შოკოლადი. შეიძლება ეწეროს მაგალითად საკონდიტრო ნაწარმია, შოკოლადის მსგავსი პროდუქტი. შოკოლადის შემცვლელს ითხოვენ, რომ შოკოლადის შემცვლელი ეწეროს. ეს სხვადასხვა პროდუქცია ვრცელდება, აი მაგალითად შედედებული რძის შემთხვევაში ვიზუალურად ქილა შეიძლება იყოს შედედებული რძის, მომხმარებელს ეგონოს, რომ ყიდულობს, მაგრამ შედედებულ რძეზეც ეს კი სხვა გადაცემის თემა შეიძლება, მაგრამ მაინც კანონი ამასაც ითვალისწინებს და ვფიქრობ საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად ვისაც სურს რომ შეიძინოს ხარისხიანი შედედებული რძე, მას აუცილებლად უნდა ეწეროს ეტიკეტზე სიტყვა რძე. თუ ეს არ არის რძე, ანუ შედედებული რძის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ინგრედიენტი უნდა იყოს, ეს არის რძე და შაქარი. თუ ნებისმიერ, თუნდაც ერთი წვეთი სხვა მცენარეული ცხიმი იქნება თუ ასე შემდეგ არის დამატებული, მას მწარმოებელი კანონით ვერ დააწერს რძეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეტიკეტის კითხვის ცოდნა. პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმ პროდუქტს, რასაც ყიდულობთ, ის სიტყვა უნდა ეწეროს. რძეს თუ ყიდულობთ, უნდა ეწეროს რძე. აუცილებლად. შოკოლადს თუ ყიდულობთ, უნდა ეწეროს შოკოლადი. თუ შეიძლება ეხატოს შოკოლადი, მაგრამ ეწეროს არ ვიცი, საკონდიტრო ნაწარმი, დესერტი, შოკოლადის შემცვლელი, მსგავსი ან ასე შემდეგ, მაგრამ სიტყვა შოკოლადი თუ აწერია, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პროცენტულობა კაკაოს წილისა მასში დაცულია. თუმცა აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ რძიანი შოკოლადი მაინც და მაინც სასარგებლო თვისებებია არ გამოირჩევა, იმიტომ რომ მასში მეტია კალორია, მეტია სხვა პროდუქტები და ცოტაა კაკაოს ცხიმის წილი, რაც უფრო სასარგებლოა. ასევე მინდა კითხოთ სრესილი, ხშირად აწერია ხოლმე სრესილი კაკაო ჩამონათვალში და კაკაოს ფხვნილი. და ამ ორ შორისაც არის როგორც ვთქვი განსხვავება, იმიტომ რომ სრესილი კაკაო უფრო ხარისხიანია და ფხვნილი არის გადამუშავების შედეგად დაფქვილი, ხო? თვითონ კაკაოს მარცვალს ჯერ ხალავენ, მერე ყვავენ და მერე ამუშავებენ. დიახ. თუმცა ძირითადად თქვენ რო ნახოთ შემომტანი კომპანიების, ანუ არა ჩვენთან ხო, მწარმოებელი კომპანიების ეტიკეტს რო დააკვირდეთ, ყველგან წერია კაკაოს ფხვნილი. ეს უფრო დაბალი ხარისხის არის მაინც. ითვლება, მაგრამ ძირითადად ეგ წერია ეტიკეტზე. კი ბატონო. ეტიკეტის შეჯამება რომ გავაკეთოთ, ესე იგი პირველი, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, არის წარწერა შოკოლადი. ასევე კარგია თუ მივაქცევთ ყურადღებას პროცენტულ შემადგენლობას, თუ ჩვენ გვინდა რომ შოკოლადი სასარგებლო თვალსაზრისით მივიღოთ, ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტი იქნება კაკაოს წილი, ანუ რაც უფრო მაღალ პროცენტიანი იქნება, მით უფრო სასარგებლოა, იმიტომ რომ მით უფრო ნაკლები შაქარია მასში და მეტია შოკოლადი, მაგრამ ხშირად ასეთი შოკოლადი ბევრისთვის არის ცოტა უგემური, ანუ ცოტა მწარე, მე მიყვარს მაგალითად, მაგრამ მირჩევნია და ჩემი შვილებიც მივაჩვიე თავიდანვე და უფრო უყვართ შავი შოკოლადი, მაგრამ
ბავშვებისთვის ეს ცოტა არასაყვარელია. ამიტომ უმჯობესია რომ არჩევანი გააკეთოთ შავ შოკოლადზე, უბრალოდ პროცენტულობა იყოს ცოტა დაბალი, მაგალითად, რძიანს ალბათ მაინც აჯობებს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ალბათ ჩამონათვალს ეტიკეტზე. ეს ნებისმიერ პროდუქტის შემთხვევაში ასეა, რაც რიგითობას. პირველი რაც წერია ხოლმე, ის არის უფრო მეტი. მაგალითად, შოკოლადის შემთხვევაში სულ შაქარი წერია ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად შაქარი უფრო მეტია ხოლმე ამ პროდუქტში, მაგრამ აი თუ წერია მაგალითად პირველ სამე ყველაზე ხარისხიანი შოკოლადის შემთხვევაში ალბათ პირველ სამეულში უნდა იყოს შაქარი, სრესილი კაკაო და კაკაოს ცხიმი. და პროცენტულობა აუცილებლად. და პროცენტულობა, დიახ. კი, კაკაოს შემადგენლობის რამდენი პროცენტია იქ? კაკაოს ცხიმით და კაკაოს ხო, მთლიანად კაკაოს წილი რამდენია. საინტერესო ასევე აი ხელნაკეთი შოკოლადები არის ძალიან პოპულარული, ულამაზესია რაც მინახავს, ცოტა შეჭმაც რომ დაგენანება ისეთი და აი ამ ხელნაკეთ შოკოლადსა და ქართულ შოკოლადს შორის რა სხვაობაა გარდა ვიზუალისა, თუ მხოლოდ ვიზუალური სხვაობებია? ვიზუალურიც არის აუცილებლად და დროის ფაქტორიც გვაქვს ჩვენ, ანუ ქარხნულს უფრო დიდი რაოდენობით ამზადებენ და ხელნაკეთი კიდე ცოტა საწვალებელია, პრეტენზიულია და იმიტომ არის ფასში სხვაობა. ხელნაკეთი შოკოლადი ასევე მზადდება ძირითად შემთხვევაში ალბათ ხარისხიანი შოკოლადით და მე ვფიქრობ, რომ ფასს უფრო დროის ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში დროის ფაქტორი, იმიტომ რომ იმას ფიზიკურად ვერ ამზადებ ბევრს და ძალიან ბევრ დროს კარგავ. და ეს არის მე ვფიქრობ ყველაზე გემოში არის სხვაობა, აი არ გულისხმობ ხოლმე ხელნაკეთ შოკოლადს, აი ხარისხიანსა და ნაკლებ ხარისხიან შოკოლადს შორის გემოვნური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხლა ისე არის ეს საკვები ინდუსტრია, რომ ამ გემოს გამაძლიერებლებით, დანამატებით, არომატიზატორებით შესაძლებელია გემრიელი პროდუქტის მიღება და აი თქვენთვის როგორც პროფესიონალისტვის თუ არის სხვაობა ხარისხიანსა და უხარისხო შოკოლადს თუ არჩევთ გემოთი? ვარჩევ და ვერ მიიღებთ, ანუ ის ნამდვილი შოკოლადის გემო არის იმდენად განსხვავებული და იმდენად გემრიელია, რომ ფიზიკურად ანუ სხვა გემო აქვს. თუ იცი ნამდვილი შოკოლადის გემო, ყოველთვის მიხვდები, რომ ის მეორე დაუშვათ არ არის ხო ნამდვილი და რაღაც სხვა შემადგენლობა აქვს, მაგრამ ნახეთ, ჩვეულებრივად ჩვენ კარგ შოკოლადს და ნამდვილ შოკოლადს აქვს პრიალა ზედაპირი. დიახ. აუცილებლად იმას გატეხავ და ხმა მოდის. ანუ აი ესეც უნდა მეკითხა, უკვე შეძენილი ეტიკეტი გავითვალისწინეთ, მოვიტანეთ სახში და აი სახლის პირობებში მსგავსი ექსპერიმენტებით თუ არის შესაძლებელი, რომ რაღაც კი ვიცი, რომ ლაბორატორიული კვლევით არის 100%-იანი სიზუსტე, მაგრამ აი არა 100%-იანი და მაგრამ 80%-იანი სიზუსტე თუ შეგვიძლია, რომ არაპროფესიონალმა აი ეს რეკომენდაციები რო გითხრათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ ხმა ერთი არის გავტეხეთ და ზედაპირი პრიალა აუცილებლად მერეს ხმა ასევე რომ მივიდეს გატეხო ის რას კი თუ რა თქმა უნდა ეხლა ის არ არის დარბილებული დიახ ასევე თუ ჩვენ დაუშვათ პატარა შოკოლადის ნატეხს მუჩი დავიჭერთ, ანუ ის სხეულის ტემპერატურაზე. რამოდენიმე წამი გვინდა რომ გავღეს მთლიანად, ვინაიდან თვითონ კაკაოს ცხიმი იმის ღობის ტემპერატურა არის 31-32 გრადუსი. და ჩვენ ძალიან ადვილად 36-ზე და 6-ზე მომენტალურად და არ უნდა იყოს, ანუ კრემის მასა უნდა იყოს და არა ხო მიხვდით რაღაცნაირი, ანუ ძალიან ნაზი სტრუქტურა უნდა გქონდეს, მიხვდებით მაგას ადვილად. ასევე რა არის კიდე იცით რა არის, მინდა რომ აღვნიშნო, თეთრი ზოგჯერ არის, რომ აი მოვიტანეთ თუნდაც ხარისხიანი შოკოლადი, შევიძინეთ მაღაზიაში, მოვიტანეთ სახში, გავხსენეთ და ის თეთრია. ნაფიფქი რო აქვს, ანუ თითქოს ცვარი ზოლები აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, ყოველთვის არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს არის ძველი, რომ ეს არის უხარისხო, იმიტომ რომ თვითონ თუ ჩვენ ვერ დავიცავით ტემპერატურა სწორი და შენ
შენახვის პირობები. ეს არის კაკაოს ცხიმი. რომელიც თეთრი გამოვიდა გარეთ და დარჩა იქ. დიახ და ეს უფრო ნიშნავს ალბათ, რომ მაღაზიაში ვერ დაიცვეს ტემპერატურული რეჟიმი. ან ჩვენ შევიძინეთ კარგ მდგომარეობაში, ცხელაზაფხულში მივიტანეთ სახში მე შევდეთ. დიახ და ასევე ნამდვილ შოკოლადს სხვათა შორის არ უნდა მაცივარი. მაცივარი ყოველთვის აფუჭებს გემოს. და ათეთრებს კიდევაც, იმიტომ რომ იქ უფრო ცივდება შემდეგ. დიახ და კაკაოს ცხიმი არის ცხიმი და ის მე იცვლის გემოს და ცოტა სპეციფიური გემოა და იმიტომ ბევრს არ მოსწონს, რომ აი თეთრია და გემო აქვს შეცვლილი, ესე იგი ძველია. არა, უბრალოდ კაკაოს ცხიმს აქვს აი ეს დახასიათება ესეთი, რომ არ უნდა დავარღვიოთ შენახვის პირობები. თუმცა ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ესეც რომ აღვნიშნოთ, საშიში არ ხდება პროდუქტი. უბრალოდ არ აქვს ვიზუალურად ეფექტურად არ გამოიყურება და გემოც შეიძლება რომ შეცვლილი ქონდეს. ძალიან საინტერესო რეკომენდაციები მივიღეთ, იმიტომ რომ იმდენად მარტივია ხარისხიანი შოკოლადის აი ეს ექსპერიმენტები, რომელიც თქვენ ახსენეთ, პატარა ბავშვსაც შეუძლია რომ სახლის პირობებში მაგალითად ხელში დაიკავოს და თუ გადნა, იმიტომ რომ მე მსმენია პალმის ცხიმის დნობის ტემპერატურა არის 40 გრადუსი და ადამიანის სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსი არ არის, თუ სიცხე არ აქვს ბუნებრივი. ამიტომ თუ ჩვენ ხელში დავიჭირეთ შოკოლადი და რამდენიმე დაახლოებით 1 წუთში ის დნობა მან არ დაიწყო, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ კაკაოს ცხიმი არ არის მასში, ან შეიძლება ძალიან ცოტა პროცენტულობით იყოს და ძირითადად პალმის ცხიმით არის გაჯერებული. დიახ. აქვე აუცილებლად ესეც უნდა ვთქვა, პალმის ცხიმთან დაკავშირებით შიში აქვს ხოლმე. მომხმარებელს გონიათ რომ არის საშიში, ამას საფუძველი აქვს რატომ არის საშიში, მაგრამ ზოგადად საშიში არ არის, უბრალოდ უხარისხოდ ითვლება შოკოლადი, რომელსაც აქვს პალმის ცხიმი, იმიტომ რომ წესით დადგენილი წესით არ უნდა ქონდეს. მაგრამ პალმის ცხიმის სხვა პროდუქტებში საშიში არ არის, საშიში არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არის ჰიდროგენიზებული, ეს არის სხვა ქიმიური დამუშავება. მთელი პროცესია და ამ ჰიდროგენიზაციის პროცესში ტრანსცხიმები წარმოიქმნება და მხოლოდ ეს არის საშიში. ნატურალური კარგი პალმის ცხიმი, დაუმუშავებელი, არაჰიდროგენიზებული, პირიქით სასარგებლოა და არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც პალმის ცხიმს იყენებს მხოლოდ, იმიტომ რომ მათ ქვეყნებში მხოლოდ ეს ცხიმია ხელმისაწვდომი და ძალიან ჯანმრთელებიც არიან. ამიტომ ნაწილობრივ შეიძლება გვეშინოდეს ამ ცხიმის, თუ კი არ ვიცით არის თუ არა ჰიდროგენიზებული, სხვათა შორის გამახსენდა ახლა და კარგია რომ გამახსენდა. როდესაც ვიცნობი ხოლმე შოკოლადების შემადგენლობას, არაერთი შოკოლადის შემთხვევაში, სადაც პირდაპირ პალმის ცხიმი კი არ წერია, მხოლოდ წერია ჰიდროგენიზებული ცხიმები. ეს არის ძალიან ერთის მხრივ ძალიან ცუდია, რომ ასეთ ცხიმებს იყენებენ მწარმოებლები, მაგრამ ძალიან კარგია და ეს კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს მაინც ჩემი აზრით, რომ ამას აღნიშნავენ ეტიკეტზე, იმიტომ რომ კანონით ამის ვალდებულება არ აქვს, თუ 2%-ს არ აღემატება 2%-ს რომ აღემატებოდეს, საერთოდ არ შეიძლება კანონით და 2%-ამდე თუ არის, არ აქვს ვალდებულება რომ ეს მიუთითოს, მაგრამ არის კომპანიები, რომელიც ამას წერს. და ეს არის ძალიან კარგი, რომ ჩვენ გვეუბნებიან, ამაში არის ჰიდროგენიზებული ცხიმები და გვიტოვებენ ჩვენ არჩევანს, ვიყიდოთ ასეთი შოკოლადი თუ არა. ასეთი შოკოლადი არ იყიდოთ ხოლმე, ან წელიწადში ერთხელ არა უშავს, მაგრამ თუ შოკოლადის მოყვარული ხართ, ხშირად მირთვევთ ხოლმე და დოზებზეც მინდა აუცილებლად რომ თქვა. რთულია შოკოლადის მოყვარულებისთვის დოზების კონტროლი. თქვენ როგორც შოკოლადის მოყვარულს, თქვენ მუდმივად გარემოში ხართ ისეთში, სადაც სულ შოკოლადია და როგორ არის ამასთან დაკავშირებით საქმე, რამდენად რთულია თავშეკავება. იმიტომ რომ არსებობს მე წავიკითხავ ამის შემდეგ, პასუხის შემდეგ წავიკითხავ აუცილებლად დასაშვებ ნორმებს, რომელიც მეცნიერულად არის დადგენილი და რომლის რეკომენდაციასაც აუცილებლად გაგიზიარებთ. მე ვფიქრობ, რომ ვისაც უყვარს რთულია. ვერ იტყვი, რომ აი რაღაც დოზა არსებობს, მაგრამ შავი შოკოლადის შემთხვევაში მე პირადად შავი მიყვარს. და შავი შოკოლადის შემთხვევაში არ მეშინია, მივირთმევ დოზების გარეშე. ხო, დოზა მაინც დასაცავია. მაინც რძიანი, რადგან ის არის უფრო ტკბილი, უფრო ხომ, ანუ და თეთრი. ნაკლებად სასარგებლო. ნაკლებად სასარგებლო, მე ვიტყოდი, რომ ბავშვებში, დიდებშიც ცოტა უნდა დავიცვათ აქ დოზები და
ეხლა ვერ ვიტყვით ვისთვის რამდენი, მაგრამ აი მე შემიძლია რომ თქვა ჩვენ მკითხეთ პროფესორს და ასეთი პასუხი მივიღეთ მისგან. იმისთვის რომ ეს სასარგებლო თვისებები ორგანიზმმა აითვისოს და მან შოკოლადმა დადებითი ზემოქმედება მოახდინოს ჯანმრთელობაზე, საკმარისია ყოველდღიურად 15 გრამი შავი შოკოლადის მისხმევა. ეს არის 1 ფილა სტანდარტული იმის მე-6-ი, ანუ 6-ად რომ გაყოთ, 2 პატარა კუბია. მაგრამ ეს არის საკმარისი. მაგრამ თუ გიყვართ შოკოლადი, ამ შემთხვევაში 30 გრამით შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ არა უფრო მეტი. არა იმიტომ, რომ შოკოლადი არის საზიანო დიდი რაოდენობით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ტკბილი პროდუქტი და ის შაქარი, ჩვენ ხო შაქარს სხვადასხვა პროდუქტებიდან კიდევ ვიღებთ დამატებით და შემდეგ უკვე ვცდებით დასაშვებ სადღეღამისო ნორმას. ამიტომ თუ გინდათ სასარგებლო თვალსაზრისით მიირთვით 15 გრამი და თუ გნებავთ თავის განებივრებისთვის მაქსიმუმ 30 გრამი. 30 გრამი აღარ არის უკვე ძალიან ცოტა. არ არის ცოტა, არა. და ისიც შავი შოკოლადის შემთხვევაში, ალბათ რძიანი შოკოლადის შემთხვევაში ეს დასაშვები ნორმები უფრო ნაკლებია. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, რაც თუმცა რეკომენდაციები გავეცით, ეს რეკომენდაციები გამოგვივიდა გემრიელი და სრულად პასუხობს ჩემი გადაცემის სათაურს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ანა სუთიაშვილი, ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი. მე მომავალ 4 შაბათამდე გეფშტობებით. ნახვამდის.